დაუბრუნდით და ყველა გადაგულიყო ასე მედიცინა მაგ პატარა კონსული მოვისწრეთ ჩახუტებით. ეს დაუცმეთ თქვენი მნიშვნელოვანი თავაზები ჩვენს მომდევნო სტუმრებს, ხო და ჩავეხუტებით ჩვენ გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ და მოვყევით ის პროცესი, რომელიც გადაცემის მზადების პერიოდში გავიარეთ, როდესაც ვარკვევდით არსებობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობაში რაიმე ერთი პუნქტი მაინც რომელიც იცავს ხანდაზმულთა უფლებებს ან არსებობს თუ არა რაიმე ორგანიზაცია რომელიც მუშაობს მათ უფლებებზე სამწუხაროდ ვერ აღმოვაჩინეთ და ახლა ამ კითხვებით მივმართავთ სახელმწიფოს სტრუქტურების წარმომადგენლებს მუციოდი შარია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი და თათია გვარამაძე ჯანდაცვის სამინისტროს პენსიებისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსი. ეს არის სტუმრებო. გამარჯობა. აქედან მოგზაურობ ორი გადაგროვო. სამხეთ მოგესალმებით. ხო, მოგვიარე საკითხი. საბძანდით. უცბად გეტყვით, აი ძალიან მარტივად. ეს უთანის ხმა არ მომიღია მთელი მის სენტიმენტალური ვიყავ ძალიან პირველი მთელი ეს ბლოკი გადაცემის. როცა მეკითხებენ აქ რისი გეშინია. დავფიქრე ალბათ ბევრი ამის, მაგრამ დავფიქრებად პირველი რაც მომდის თავში ესა სიდოით. აქაც ალბათ ძალიან ბევრი რამის გამო. პირველი რაც მომდის თავში ეს არის უშუსურობა, მარტოობა და კიდევ რაღაცნაირად, ხო, და ის რომ მეშინი ესეთი აქტიური, ბუნებრივია, შეიძლება ვეღარ ვიყო და მე თუ აქტიური და აქტუალური არ ვქენ, რა გავაკეთო? ეხლა დამამშვიდეთ. მაშინ მითხარით რა? ნუ პირველ რიგში ალბათ წინა ბლოკში დაბაზე ისაუბრეთ, რომ ეს ყველა ადამიანზე არის დამოკიდებული, ვის როგორ უნდა რომ შევიდეს ასაკში. კი ბატონო. მეორე არის ეს ჩემზე იქნება დამოკიდებული რომ გავაკეთო ისე რომ კარგად შევიდე ასაკში ისე რომ მარტოობაც იმედია რომ არ დაგეგმუქრებათ იმიტომ რომ გეყოლებათ მეგობრები ოჯახის წევრები ვისთან ერთადაც გაატარებთ ამ თქვენს დროს და იმედი მაქვს რომ შვილებს ასწავლით რაღაცას მათ ერთად აქტიურად ჩაერთვებით მათ აღზრდაში სპორტულ აქტივობებში ხელოვნებაში არ ვიცი რაშიც მოგინდება მოგეთ ხელები დაგიბანიათ ეს არა გეხუმრებით ეხლა მისთვის არა ხელები არ დაგვიბანია არავითარ შემთხვევაში არსებობს რა თქმა უნდა სახელმწიფო დაცვის სისტემა რომელიც თქვა განსაზღვრება პენსია არის ერთ-ერთი ყველაზე ესე თქვა ყოვლის მომცველი პატარა დიახ მაგრამ გაიზარდა 120-დან 150-მდე და კიდევ 10 ლარით გაიზრდება თუმცა იმედი მაქვს რომ ეს კიდევ უფრო გაიზრდება ხო საზოგადოებრივ ვისაც ყველა მუშაობს ინტენსიურად და დაუზრდავად სიბერეში კონდეს ისეთი ხელფასი ისეთი პენსია რომ მთელი მსოფლიო მოეოს და ჰქონდეს ბედნიერი სიბერეში ჩაკიდებული თავის საყვარელ შვილიშვილებთან იქნებოდა მეუღლეებთან ამის საშუალება ჩვენი პენსიით ნამდვილად არ არის და სისტემა გვაქვს ჩვენ არ გვაქვს კერძო sapensio სისტემა და არ შერეული sapensio სისტემა აღარ საუბრობ საკვების შეძენაზე იმ პენსიით რომელიც სხვანაირი sapensio სისტემა გვაქვს რომელიც რატომ ყველა საზოგადოებრივ რაღაც მოდელებს რო ვიღებთ ესეც ხო კარგი მოდელია ფაქტია დიახ, კარგი მოდელია, შერეული სისტემა არის, კერძო საპენსიო სისტემებიც არის, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ძალიან რთული პროცესია. და როცა იწყებ ამ პროცესს, დაახლოებით შედეგი შეიძლება მიიღოს სადღაც 10-15 წელიწადში. ამიტომ ძალიან რთულია ჯერ ეს ამის დაწყება, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე ძალიან დიდი თანხის მობილიზება გჭირდება, იმიტომ რომ პარალელურად ორი სისტემა იქნება. გასაგებია. ანუ ეხლა საპენსიო და კიდევ დაგროვებით. ამიტომ ხო ძალიან ხო მაგრამ დავიწყეთ ამ არასდროს აღარ მოვესწრებ რას გეგმავთ რაღაც კარგი კარგს გეგმავთ იმას რომ არსებობს ესეთი უწყებათა შორის საბჭო რომელიც ამ თემებზე მუშაობს და იმედი გვაქვს რომ ეს რეფორმა წავა წინ და მალე ვერ გეტყვით ზუსტად როდის იმიტომ რომ ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ისეთი ნაბიჯები რომ არ გადავდგათ რომ შემდგომში უკვე დავაზარავოთ მოსახლეობას მაგრამ მიზანი რა ვისკენ მივდივართ მიზანი არის სოციალური პენსიო სისტემა გაკეთდეს უფრო მოქნილი შეძლოთ რომ უფრო დიდი პენსიები მივიღოთ როცა ხანში შევალთ და იმედი მაქვს რომ იქნება ისეთი სადაც შერეული სისტემა იქნება დაგროვებითი
ნაწილიც ექნება. რომ დამეგროვებული ძალიან დიდი. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ამ გადაცემის მზადებისას გავაკეთებინა ქუჩის გამოკითხვა, სადაც სხვადასხვა კითხვას დავუსვამეთ ყველა ასაკის ადამიანს და ნახოთ რა სურათი გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ნიადზე რას უნდა აკეთებდეს ხანდაზმული ადამიანი პენსიაზე გასვლის შემდეგ? ოჯახში უნდა მუშაობდეს კარგად და ალაგებდეს სახლს. მეტი არაფერი არ უნდა. უნდა ისვენებდეს, რა თქმა უნდა, ოჯახთან ერთად. იჯდეს ოჯახში, თუ ყავს შვილიშვილები მოუაროს და გამოიყენოს თავისი პენსია ქვეყობას არსებობს. თავის თავზე უნდა იზრუნოს, თუ მას ჯანმრთელობა აქვს, რა თქმა უნდა იმუშაოს. გავიდეს გარეთ. სახლში უნდა იჯდეს და იყოს, მაგრამ ვართ ეგრე გაჭირვების გულისა მუშაობთ და ვართ. დროინდელ დღეს თუ შევხედავთ, როგორც არის გაბატონიძის. უნდა იგაჭიროს მეტი გზა არა აქვს. სხვანაირად უკმას ვერ იშოვებს. უნდა იკითხოს გაზეთი, წიგნები, მე მაგალითად ასე ვაკეთებ და პატარებს ვამეცადინებ. ვეხმარები ოჯახში შეძლების დაგვარად და დავსეირნო პარკში. ოჯახს მოუაროს და ოჯახის წევრებს. დიასახლისობაზე იკალა. შეიძლება რა სამთავრობო ორგანიზაციასთან ითანამშრომლობს და წეოდეს ქველმოქმედება, თუ რაიმეს ნიჭი აქვს წერდეს, თუნდაც მემუარებს, რა ვიცი, 1000 რამე შეიძლება. ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში პენსიის მიღწევის შემდეგ ბევრი ცხოვრებას იწყებს და მოგზაურობას ამა თუ იმ ქვეყნებში. ჩვენთან პენსია ისეთია, რომ საარსებო მინიმუმზე დაბალია, შესაბამისად ვერაფერს ვერ გააკეთებს. მაქსიმუმ სახლში იჯდეს, წამლის ფული და საჭმლის ფული ქონდეს. უნდა დაარიგოს ახალგაზრდებით, როგორ უნდა მოიქცეს, არ უნდა დაარიგოს ისე, რომ და თვითონ რა შეცდომას დაუშვა, პატარებმა აღარ გაიმეორონ. პენსიის სასახსო მიაღწევს, მაგალითად მიღლა თვითონ ექიმი და განვაგრძობ ისე სპეციალობის მკურნალობას. თუ არის ღირსეული პენსია, უნდა გაისვენოს. მაგრამ თუ აქ იმდენი ენერგია და ძალა რომ კიდე გააკეთოს რაიმე კეთილი საქმე, უნდა იმუშაოს. პენსიონერი უნდა იყოს ყველა შემთხვევაში გამოყენებული, თუ ის არის სპეციალისტი. თუ ის არის საქმის მცოდნე, იმისი გამოცდილების და ცოდნის ხელიდან გაშვება ყველა დაუშვებელია. ნორმალურ ქვეყანაში ისვენებენ, სამოგზაუროდ დადიან. მაგრამ ჩვენთან ჯერჯერობით არ არის სექციონება, იმიტომ რომ იმ ხელა პენსია არ არის. როგორ უყურებთ მოხუცთა თავშესაფრების თემას? ძალიან ცუდად შვილო, ძალიან ცუდად. ცოდვები არიან და ეს არ უნდა იყოს, მაგრამ რა შეიძლება? მე თვითონ ვარ მოხუცთა თავშესაფრ კათარგოში. მაგრამ იქ საჭმელად ცხოვრება და ადამიანი ბერდება, მას არ იცის ბოლოს რა ელოდება და სახელმწიფოში როცა არსებობს ასეთი ორგანიზაცია, მათ იმედიანად არიან. როგორ უყურებთ მოხუცთა თავშესაფრების თემას? ძალიან ცუდად. ჯერ ესეთი მოვლა არა აქვს იმდენი და მე კიდევ შვილი იმისთვის გაზარდა რომ შვილმა უნდა მიხედოს დედას. მე მგონი რომ არ უნდა მიყავდეთ ისეთ პატრონი ხალხი. ძალიან დადებითად, იმიტომ რომ ბევრი ის გადაარჩინეს მდგომარეობა. სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნეს. ვისაც არ ყავს პატრონი, ძალიან კარგი ის არის, გამოგონება კი არ ქვია. ძალიან კაია ეგ საქმე. რაქნან იმ მოხუცებმა, ვისაც არავინ პატრონი არ აქვს. ძალიან ცუდია, იმიტომ რომ არ უნდა იყოს ასე გაჭირებული ხალხი, რომ თავშესაფარში მოუხდეს მისვლა. სამწუხაროა, რომ ამდენი თავშესაფარია, მაგრამ არის საჭირო რაქნაც სამწუხაროდ. მოხუცთა თავშესაფარი შულო გაჭირების ალგოსია რო ითქვიან რა. მომწონს სხვათა შორის, იცით, მე მგონი იქ უფრო უკეთესად არიან, ერთობიან, რაღაცა საერთო შეხედულებები აქვს, საერთო მე მგონი ბევრი აქვს საერთო, ვიდრე ახალგაზრდთან ურთიერთობა უფრო უჭირთ მათ. ჩვენც გვიჭირს და მათაც უჭირთ. როდესაც ადამიანს არ ყავს არც შვილი, არავინ, ან თუ მის შვილს არ აქვს იმის საშუალება რომ მიხედოს, თუნდაც დროის უქოლობის გამო, შეიძლება თუ კი მივა და ყურადღებას მიაქცეს, ესე რომ მიატოვო და ჩააბარო ცოტაა მაინც. მის გარშემო იქნება ისეთი ხალხი, რომელიც მის ფსიქოლოგიასთან და მის ფსიქიკასთან ახლოსაა. მეორე ის რომ გადაადგილების საშუალება სულ ერთნაირი ექნება და პლუს მაგისა ერთი აზრის ხალხი და უკეთესი მენტალიტეტიდან გამომდინარე ძალიან კინეულია მოხუცი ადამიანისათვის მაგისტრატი. არავის არ სიამოვნებს თავშესაფარში ყოფნა, ალბათ, რა ვიცი, ეს თავიანთი შვილების დამსახურებით ხდება ხოლმე. ესეც ორმხრივი საკითხია. რეალურად არსებობს თავშესაფრები განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მიდიან და კარგად გრძნობენ თავს, თუმცა ჩვენი
რაღაც მენტალიტეტიდან გამომდინარე ცოტა რთულია რომ მშობელი რო დაგიბედებდეს გაუშვა ძირითადად ესეთ ვარ შეჩეული ტრადიციულად რომ ოჯახში ცხოვრობენ ყველა სწორი არ არის თავშესაფარში გაშვა ამიტომ რომ როდესაც მშობელი არის ის შენი ის გზრდი და მან დაგაყენა ფეხი და როდესაც მოხუცებულობის სასახს მიაღწევს შენ უნდა დაეხმარო მას და ისევე ამაგი გაუწევ და დაეხმარო არ უნდა გაუშვა მოხუცებულ სასახში უნდა იყოს კარგი პირობები და არ უნდა იყოს რიგი ვთქვათ უსახშელო ბევრი უნდა აშენდეს ალბათ რადგან ახლობელს უნდა დაწასვლა და 5 წელი უნდაო ამას ესე მითხრას რიგში დგომა და აი ორ თვეში გარდაიცვალა არ საჭიროა ორი შვილი მყავს და მე მგონი ორი ბიჭი და არ აღმიზრდიან მე ასე ვფიქრობ ის რომ საჭიროებდე და ვისთვისაც საჭიროა რა თქმა უნდა გამოიყენოს სულდათა იცით რა ახლა უყურებთ და პირველი კითხვა რაც გამიჩნდა კი არა და პირველი სურვილი ალბათ რაც გამიჩნდა ისაა რომ რო ვიქნები იმ ასაკში როდესაც მე თვითონ ჩავთვლი თავს უხერხულად არ ვიცი ყოველ შემთხვევაში როცა მე თვითონ მომინდება რომ ჩემნაირებთან ერთად ვიყო სახში არ შევაწუხო არავინ თან ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ეს არ არის გამორიცხული ვიყო იქ სადაც გავერთობი ასე ვთქვათ რა უნდა გავაკეთო ამისათვის რომ შემაიღე რიგში ვთქვათ თუ მე მოხუცი ვარ და მინდა მოვხდა ასე მოსასწრაფო თავშესაფარი აბა არ გიხსენით კიდევ მოგესალმებით ყველას პირველ რიგში გამოკითხვიდანაც ნახეთ რომ რაღაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ზოგი იძახის რომ კი ნამდვილად კარგია ზოგი იძახის რომ არა იმიტომ რომ შვილებმა უნდა არჩინონ თავიანთი მშობლები და მოუარონ ნამდვილად კანონმდებლობით სამოქალაქო კოდექსით არის ესეთი ნორმა განსაზღვრული რომ ისევე როგორც მშობელს აქვს ვალდებულება არჩინოს და მოუაროს თავის შვილებს შვილებსაც აქვს ვალდებულება მოუაროს თავის მშობლებს უბრალოდ ეს არის ადამიანის არჩევანი და გარემოება და საჭიროება ასე ვთქვათ. ეგრე შვილებს ასწავლებენ. ხო. მაგრამ ზოგადად კანონმდებლობით გვაქვს ურთიერთრჩენის ვალდებულება მშობლების, შვილების და შვილების მშობლებისადმი. რაც შეეხება თავშესაფრებს, დასაკვირველია გვაქვს ერთი დიდი ზომის დაწესებულება თბილისში, თემქაზე გეწოდინება. ხო, მე ვიცი. გვაქვს ქუთაისში. ახლა ეს არის დიდი ზომის დაწესებულება, სადაც არის 90-85 აი ესეთი ადამიანი და ზოგადად ეს სადღეღამზანი არის 20 საათიანი მომსახურება. უბრალოდ სახელმწიფოს პრიორიტეტი და ხედვა არის რომ აი ესეთი დიდი ზომის დაწესებულებიდან უნდა გადავიდეთ პატარა მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებში, იყოს რასაკვირველია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, იყოს რა თქმა უნდა სერვისი და ხარისხი მომსახურების უკეთესი, ამიტომ ასეთი ტიპის მომსახურებები გვაქვს თბილისშიც და გვაქვს რეგიონებშიც. დავამტკიცეთ ჩაშან 2014 წელს სტანდარტი, ანუ როგორი უნდა იყოს ფიზიკური გარემო, მაქსიმალურად ბენეფიციარზე ორიენტირებული და მაქსიმალურად ოჯახთან მიახლოებული, რათა ბენეფიციარმა შეძლოს თავისუფლად ორიენტაცია, გადაადგილება. აი რეკლამის დროს ანასეულზე ვსაუბრობთ, იქ არის მაგალითად 24 ბენეფიციარზე გათვლილი სახლი, სადაც პირველი ის რომ პერსონალი არის მულტიდისციპლინარული, იქ არის სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ექიმი მაგალითად მონიტორინგს უწევს მედიკამენტები რაც დაჭირდება რომ დროულად მიიღოს. არის პატარა ბიბლიოთეკა, არის ხელმისაწვდომი პრესა. ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, უბრალოდ ჩვენს ინტერაქტივს მინდა გამოვეხმაუროთ, სადაც ესეთი კითხვა იყო, ირღვევა თუ არა თქვენი როგორც ხანდაზმურის უფლება სამწუხაროდ. თითქმის სრული უმრავლესობა ამბობს რომ კი, როგორ ფიქრობთ, რატო არის ეს სურათი? ალბათ ეს რაღაცა გარდატეხა მოხდა ჩვენ საზოგადოებაში და ახალგაზრდები წინა პლანზე წამოიწნენ და ამის და გამო ალბათ ხანდაზმულები უკვე თვლიან ყოველდღე ესე ვაგრძნობინებთ ალბათ ჩვენ რომ აღარ არიან საჭიროები ეს არის წელი საზოგადოების ალბათ ტკივილი როგორც მეგონა შევცვალოთ ალბათ რაღაც კი ბატონო ეს ალბათ თელმა საზოგადოებამ უნდა მოვინდომოთ და შევცვალოთ ეს ძალიან მოკლედ ჩვენ ქუჩის გამოკითხვა შემოგთავაზეთ ინტერაქტივი შემოგთავაზეთ სამუშაოდ ალბათ გამოგადგება კულუარში და დიდი მადლობა თქვენ გინდა რომ შეგვიჯამოთ თქვენ თუ შეიძლება ეს ახლა თქვენ ძალიან ახალგაზრდები ბრძანდებით და აი როდესაც მუშაობთ აი ესეთ კანონმდებლობებზე არა ეხლა იქ ამრავ ბიუროკრატიასთან გვაქვს ყოველთვის საქმე ქაღალდები, წესები, კანონები და ასე შემდეგ გადიხართ თუ არა დავუშვათ კონსულტაციებს ხანდაზმულ ადამიანებთან, ანუ ექსპერტებად
ყავთ თუ არა მაგალითად ადამიანები რომლებისთვისაც თქვენ ამ კანონს გნით, იმიტომ რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ ამ კანონზე მუშაობს გუნდი 10 კაციანი და 10-ვე არის ახალგაზრდა, მათი გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს არაადეკვატური. აი, მაინტერესებს უფროსი თაობა თქვენთვის ამ შემთხვევაში წარმოადგენს თუ არა გარკვეულწილად ავტორიტეტს, ეკითხებით თუ არა მათ სინამდვილეში რას განიცდიან. აგიხსნით, საერთოდ როცა ჩვენ მუშაობთ ამა თუ იმ კანონმდებლობაზე, რეგულაციაზე თუ აქტზე, რომელიც აწესრიგებს ამ ჩვენ მოქმედებას ამ ქვეყანაში, აუცილებლად ვცდილობთ რომ ბენეფიციარებს ვკითხოთ. არიან ეგეთი ბენეფიციარების ჯგუფი, იგივე ბავშვების მშობლები თუ ბავშვებზე გვაქვს საუბარი. ამ შემთხვევაში ხანდაზმულები შეიძლება ჩაითვალოს თუ ამ ჭრილში შევხედავთ. აუცილებლად არსებობენ ასევე ექსპერტები, რომლებიც ამ თემატიკაზე მუშაობენ უკვე წლებია და მე ვერ დაუძახებდი ხანდაზმულებს, მაგრამ უკვე ჩემზე ორჯერ უფროსები არიან. ასე რომ დიახ, ჩვენ ვერ ვიტყვით რომ მხოლოდ ჩვენი თვალთახედვიდან უყურებთ ამ ყველაფერს, ეს ძალიან არასწორი იქნება. ვეწოლებათ ბატონო გეტყვი ზუსტად ერთ-ერთში. ეხლა ამ ეთერში, ამ გადაცემაში სახელმწიფო ხდება ხალხს. სახელმწიფო, აი ჩვენ ხალხი, ხო? ეს ლაპარაკი არის აბსოლუტურად, ესე იგი, ნონსენსია პრაქტიკულად. ჩვენ ვერაფერს ვერ მივაღწევთ ვერასოდეს, სანამ ეს სახელმწიფო არ იქნება იმდენად ძლიერი, რომ კონდეს იმდენი ფული, რომ შენ გიამაყებოდე ჩვენთან ლაპარაკე და გაწელგამართულად გველაპარაკებოდე, თქვენ გაჭედვას რა უნდა არ გადავრიო, ორ სიტყვას გეტყვი და ხმას ვეღარ ამოიღებ, ბორჩა რა. ანუ თქვენი სახით სახელმწიფო დაბრუნდება ხალხის წინაშე. და ჩვენც რო ვიყოთ ბედნიერი, ამას შეიძლება ფული დიდი. როცა ვაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფოს და ხალხს უჭირს რა. არ არის ამის ფული. ჩვენ უნდა ვიცხოვრო ძალიან ბევრი. უნდა ვიშრომო ძალიან ბევრი. შრომა უნდა ჩავატაროთ, რომ პენსიონერი, რომელიც საცოდავია, რომელსაც ეკნება 1000 სასაყვედურო ჩვენ წინაშე, აი რომ ვიყურებთ, რა განაღლებოდა, თქვენ არ ხეინათახებთ, მაგრამ რამდენი ფიქრობს ამ ჩვენ ვიყურებთ ახლა. ამას რომ მივახციოთ, ამას შეიძლება ძალიან დიდი სიმდიდრე ზმო. ისე არაფერი არ გამოდის. კარგი. თქვენ ძალიან დიდი მადლობა. რომ მოგზავნით, იმიტომ რომ არა ადვილი ამ თემაზე ლაპარაკი, ხო, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე და იმედია რომ ერთად პოზიტიური ბრადის იმედით გემში დაგვიდი. ძალიან მადლობა რომ მოგზავნით. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, იმედია რაღაცნაირად იქნება სწორედ ამ პოზიტიური ბრადის საფუძველი ჩვენ თავი გადაცემა. Надежда юный шупитала. Магда, удобно, это речь